ეს არის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით დოლართან მიმართებაში სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების მაჩვენებელი წარმოადგინა. მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურების გამო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. განსაკუთრებულ საგანში ჩვენს ქვეყანაში არ ხდება არაფერი. ეს არის მთელ სოფლიოში მიმდინარე ტენდენციები. 24%. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მასალაზეც ისაუბრა. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ვიდეოს გავრცელებას მთავრობის მეთაური ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს, რომელიც სამართალდამცავების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან სახიფათო თამაშია, რაც ყველას ძალიან ძვირად დაუჯდება. ის ვიდეოები რაღაც რაც გამოქვეყნეს მათ რა თქმა უნდა მხოლოდ ამას მიუთითებს რომ მათი მთავარი მიზანი არის ის რომ მოახდინონ როგორღაც ჩვენი მართლაც საამაყო პოლიციელების ღირსეული ოფიცრების ასევე ჯარისკაცების ზოგადად ჩვენი საზოგადოების დამცველების ჩვენი ხალხის ინტერესების და მათი უსაფრთხოების დამცველების დისკრედიტაცია და ეს ძალიან სახიფათო თამაში იმიდა ყველა გავაფრთხილო რომ მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდსაც მიმართა და მოითხოვა, რომ ყოველთვის დასაწყისში წარმოდგენილ იქნას ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ბიუჯეტი.